მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიგეთ ყველა ეს ადამიანი, ვინც განსაცდელად შინახათ პატიმრები მინდა მოგიგითხოთ განსაკუთრებით და უცხოეთში მყოფი ქართველი და დღეს მინდა მოვიგითხოთ ჯარი ქართული საამაყო ჩვენი ჯარისკაცები და ის ადამიანები, ვინც მსახურობთ იქ რა თქმა უნდა სასულიერო პირებით, იმიტომ რომ დღეს ყავს მამა დავით ლონდარიძე, მთავარი კაპელანი და დაგლოცეთ მამა თუ შეიძლება. მე ხომ დაგლოცოთ ჩვენი სამშობლო მთელი სამყარო დაგლოცოთ. გილოცავთ შობის უდიდესი სასწაულს ამ ლამაზ დღეებში შინაგანი აღსელი ამ საოცარი ნათლით ქრისტეს განკაცებისა და ბევრი აი სიხარულის ემოციურ განცდის გარდა მე ჩემთავს პირველ რიგში და მინდა ხოლმე ჩემს გარშემო და ყველას უთხრა რომ ვიფიქროთ უნდა ამაზე საფიქრებელია ძალიან ღმა საფიქრებელი არ არის რაღაცა სიხარული მარტო გამოხატული ემოციაში და მგზნობაში ეს არის ღმა ჭრუმა შინაგანი ჩაფიქრება შინაგანი განკაცების საოცარი შინაგანი სიკეთისა და მადლის გაცნობიერება და მე რა ყველაფერი ცხოვრებაში გადმოტანა იცი და თუ მარტო ეს დავჩები ჩვენ რაღაც ამ ლოკალურ სივრცეში ერთ კვირას და სასწაულდა მე აღარ არის დღეს სასწაულის შობისა ან ათლისღებისა რადგან მაშინ ყველაფერს კარგავ და აღარ ჩვენში დარჩება და ვიღაც გარემოს შეცვლის მე ესე აი ამ ეკრანიდან მინდა ჩემს ქართველებს უსურვო რომ ის ასაც ჩვენ ვიღებთ წმენის სახით არა სარწმუნოებით უპასუხოთ იმიტომ რომ შეიძლება წმენა და სარწმუნოება ეშლება თქო ერთმანეთს სარწმუნოება არის მისტიკო ფილოსოფიური სისტემა რომელიც არსებობს თავისთავად ჩვენს გარეშე და პირველად ჩვენ აღვდელთ მაგრამ მაცხოვარმა მოიტანა და მოციქულმა გაავრცელა და ეს ისეთი სისავსეა აცრამე მიმატება ჭირდება აცრამე გამოდება ჭირდება მის მეუმატოდ გამოვაკლო ჩვენგან წავიდნენ ისინი და ჩვენ ამ ცხონების წიაღში აღარ არიან მაგრამ წმენა არის ის შენი ნდობის ხარისხი ამ სარწმუნოების მიმართ როგორ ენდობი შენ უფალს როგორ ენდობი შენ სარწმუნოებას ხა შეიძლება ამბობ წმენა ხარისხი დიდი და ზოგი პატარა პირობითად მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისაც უფალმა მოგცა და მოიტანა ის ნდობა განისაზღვრება შენი ქცევით შენი ცხოვრების ნორმით იმიტომ ქრისტიანობა არის ქრისტიანობის ცხოვრების წესი აი ეს ამას თითქოს ეხლა გული მწყდება ხოლმე რომ აი ჩემს ქართულებში აღარ აჩანს ისე სისავსით აღარ აჩანს ხო არის ხედავ გიხარი რაღაცა განუგეშებს ხანდახან ისე ვარ ხოლმე რომ აი თითქოს გონა ჩემს გარშემო დაიცალა ყველაფერი იმიტომ რომ მივედი კი ის იმაზე ლაპარაკობს ის იმაზე აუქსამოს და მე დავიღები ხო იმიტომ რომ ნუ თუ არავინ არის ფიქრობ ეხლა მე შეხვდება შენი თანამოაზრე აი ეკრანი ჩემი ის ვისაც დაუშვეს შეიქმნა ყველაფერი და სიტყვა არის თვითსა და მე ნუ გესიღებ და თვლი რომ არა ესე არის საბრძოლო დიდია უნდა ვიბრძოლოთ უნდა ვიმუშაოთ ჩვენი დავინა ყველაზე და ეს ქართველი ვერც სიყვარულს შეიკრას აუცილებლად სხვადასხვა მომავალ აი რაღაც სასწაკვეთა რო არის ხოლმე რომ აი რაღაცა მაგალითად ნებისმიერ ხალხში რომ ნახულობ რომ აი კარგი აღარავინ დარჩა რაღაცა უცბად ნუგეშათ მამო ისეთი ადამიანი გამოგიჩნდება ხოლმე და ისე გიხარი მამო ღმერთი აი რაღაცაერთ სასწაულს არ წაგიკვეთავს თუ ეძებ რა თქმა უნდა კარგს რა და აი თუ შეიძლება მამო აი როგორ უნდა გაგყოს ჩვენ ახლა აი შობის იმაზე ალილოზე უყურებდი რა იმ დღეს ჩავწერი კიდევაც ის რომ წარმოგიდგენთ მამო ყველა ერთიანი ვიყავით არავინ არავის არ ეკითხებოდა ვისი წარმომადგენელი რა პროფესიის იყო რაღაც აი არავის უბრალოდ ერთად ვიყავით გაერთიანებული აი უმაგრესი დღესასწაულის წინაშე და თან აი მაგარი მისიით რომ გაჭირებულებს რომ აი ხო ით ალილო მოიგონა ჩვენმა დიდმა პატრიარქმა ეს დღე რომ რაღაცნაირად გაჭირებულებს დავეხმაროთ და რაღაცა და არ უყურებდით ერთ აი ვინ იდგა ჩემს გვერდით მართლა აღარც მახსოვს იმდენად ყველა ერთმანეთი უყვარდა ხო შეიძლება მამო აი ესეთი ერთიანი კიდევ ვიყოთ როგორ უნდა ვიყოთ მამაო და აი ყოველი დღე როგორ უნდა იყოს იმიტომ რომ ეს რო არ არის მე ვლანძღავთ მე ხედავთ სხვაში ცუც იმ წამს აი ცუც ვერავიში ვერ დაინახავდი იქ აი შენ თვითონ კარგად თქვია ყველაფერი ამის როცა ეს ჩვენ ქრისტე გვაერთიანებს როცა ჩვენი შინაგანი ემოცია აი ამაზე დგას მაშინ პერიფერიებში რაღაცებს ვიღარ ვამჩნევთ აი ადამიანსაც ვერ ვამჩნევთ გიხარის ჩვენს გარშემო არის შეიძლება საყევია დავიასწოროთ მაგრამ იტყვი რომ რა კარგი დღე იყო რა კარგი საღამო იყო მაგრამ როცა აი აქედან გადადის აქცენტი რაღაც სხვაზე მე კარგად ქრისტეს როგორც კი ჩვენ ქრისტიანს გადავიტანთ სხვა მხედველობაში უკვე ჩვენში იწყება აი მეორე და მესამე და იმან მაწყეინებან ისი არ თქვა იმას რა ეწოდა იმან როგორ თქვა და ასე შემდეგ აი ეს პეტრეს მაგონებს როცა უფალს როცა გადმოვიდა ნავიდან უფალ და მიდიოდა აზრითებულ ტალღებში ვიდრე უფალს უყურებდა მიდიოდა როგორც კი შეეშინდა და იმ წუთში ესეთია ადამიანი ამიტომ ხშირად ამიტომ არის საზოგადოებრივი ერთობა მნიშვნელოვანი ძალიან ამიტომ წირვებია მნიშვნელოვანი საღამოს ლოცვის დასწრება მნიშვნელოვანი ეს ერთი მარტო დაუშვათ სახში მსახურება ეგეთი ფორმაა დაუშვათ რა თქმა უნდა მაგრამ
საზოგადოებრივ აღემატება ამიტომ ყველაფერს ამას. ასევეა დიდება უფასო საოცარი ერთობის დღესასწაული პატრიარქმა გვაჩუკა და მოგცა ალილო ტარდება ქუჩებში და სულ ახალგდელი ვიყავი მაშინ მახსოვს რომ პირველად შემენთქვა ეს ყველაფერი და ხალხი მაშინ 25 წელს ვიდახი ვერა იმდენად არ იყო გაცნობიერებული აღდგომას გვიროცავდა შობას ვიყავი დალოზე გამოსული ხო აი ამ ყველაფერმა ნელა ახლა შექმნა წიაღი მოდი თქვა სადაც თუ გინდა ამ წიაღში შედი მიიღეს ნათელი მიიღეს გრძნობა ადამიანი გრძნობის გარეშე შეუძლებელი არსებობს ხო ეს ემოციური პიროვნება და აი რას ატარებს შენ შინაგანში თუ ქრისტეს ნათელი შინაგანში შენში დგას მთელი სამყარო სხვა ფერია თქვენი სამყარო სხვა სინათლეშია ყველა გიყვარს რაღაცებს აღარ ამჩნევ რო ამჩნევ კიდევაც აქცენტირება აღარ გადმოდი აღარ ეუბნები კარგია იმიტომ გეუბნებაში რაღაცა რომ რა მნიშვნელობა აქვს ამაზე დღეს თავარი სხვა არის ქრისტიანია ქართველია ჩემი აი ესეთი ეს გადადის და ნელ-ნელა შენ იხოცება ეს ურთიერთობები და როცა შენ ამ შინაგანად ამ ნათელს არ ატარებ ემოციური გზნობა ხებძული უნდა კონდეს და ეს უნდა იყოს სიყვარული ზოგადად და თუ გიყვარს შენ ღმერთი მაშინ გიყვარს ამ სიყვარულით გიყვარს ყველაფერი და თუ შენ ღმერთი როგორც კი სუსტდება შენში ეხთვის სიყვარული არა იმ წუთში გარე ჩდება ამ სიცებს აფსებს პრეტენზიები კაპრიზები ერთმანეთს მიმართ მე რომ იზრდება და სიძულვიში გადაიზრდება ხოლმე ყველაფერი და მე რა ვიცი 1000 უბედურებაში გამომჟღავნდება ხოლმე ამიტომ უნდა შეგინ თუ სიყვარული არ მისცემს უფლებას ვერ შეახწევს ბოროტე შეგინ ვერ შეახწევს ეს უნდა აღზარდოს და მე ხანდახან ამის უჭირდება აუტოტრენინგი უნდა საკუთარ თავი ავარჯიშო ამის შესახებ უნდა ელაპარაკო ახლა დაინახე რაღაცა შენი მტერი ქუჩაში მიდი დავშპირებ ლაპარაკო ცხენა მოგეყენა არა ეხლა იმ წუთში გაცუდა გზნობა რაღაც აი უნდა ამუშაო თქვა რომ ხო ეს ადამიანია ქრისტეს ბეჭედს ატარებს ხო ისიც არის ესეც არის მე რამდენჯერ ამს გავსი რამე მომსულია აი ესეთი და მე როგორ სითბო შემოდის სიყვარული როგორ ახლობელი ხდება მე შენ საერთოდ აღარ გინდა გაიხსნა არაფერი ფასი აღიღებულება აქვს იმას რა გაგიკეთა და არ გაგიკეთა აი ესეთი უნდა იყოს ქართული ესეთი იყო ქართული ესეთია მოაზრებული ზოგადად მე თუ ვკითხავ ხა ქართულს ლაპარაკობ ქრისტიანი შინაგანი სულის მატარებელი ქრისტიანი ესეთი უნდა ეს სიკეთეა რომ ქუჩებში გამოდის მე ეს სიკეთეა რომ ერთმანეთს ეხმარება ხარ შენ წაიჩოქებ ხარ მე წავიჩოქებ შენი ხელი ამაყენებს და მომეხმარება ხო აი ესე უნდა იყოს ყველაფერი და მით უმეტ ამ დღესასწაულების როცა ეს დღესასწაულები გვაქვს და მე ამ დღესასწაულს ატარებ გულში ივსები ქვეყანა უჯობესდება ჩვენი მისიაც ეს არის სწორედ თითოეული ქრისტიანისა რათა აი ეს რღვევის პროცესი ეს დესტრუქციული რაც კი ხდება ჩვენ გარშემო დღეს პლანეტაზე ალბათ კოსმოსიდან მომდინარე რა ვიცი იქ ყველაფერი რომ ამ წინა აღუდგეს ამას და აჩვენოს ამ სამყაროს რომ ქრისტეც იმიტომ მოვიდა რომ ეს რღვევის პროცესი ადამიანის საბოლოო განადგურებისა შეეჩერებინა და რამხელა ყველაფერი გაიყო და უცამსვებზე ფიქრობ და ლაპარაკობ არ გაძლევს მე შენში ეს შემოსული ნათელი მადლი ქრისტესი რომ სხვანაირი იყო და ცუდი იყო მოდი პირობითად აი როგორი აკრინებს ქრისტიანს როცა იხსენებს ადამიანის წყენებს მოუყენები ამით აფასებს მე ადამიანს მაგრამ ამბობ ხოლმე რომ ისო რომ რადგან ამ ჭუჭყანი ძონძებს ყირს რო ინახავ გულში აი რადგან არ ჯობია სხვა მადრის სიხარულის განძი კონდეს და ამ ისინი ამოიღო და ამოალაგო ხოლმე ხო კი მართალია ეს იმის არ იყოს ეხლა ადამიანი ზოგიერთ ისე გაბოროდა შინაგანად რომ აღარ ჯერა სიკეთის იცით აი შინაგანად გაბოროტებული ადამიანს სიკეთის აღარ ჯერა ქრისტეს არ ჯერა და მე უკვე იწყებს იცი აი აქცენტირებას აი ცუდ ხედავს მე ყველაფერში ადამიანში მოვლენებში ქვეყანაში იქ სადაც მოთა სიწმინდეა არსობრივ სიწმინდეა თორე ეხლა როცა ადამიანი მაგალითად პირობითად ღოდელზე რაღაცას ლაპარაკობს უნდა დაფიქრდეს ხა რომ აი მისიქით რა დგას მე ვის ურტყავს რეალობაში სად მიდის ეს დაუშვათ ისე რატო იწყება ხოლმე მამო ეს აი მაპატეთ ხა ერთი რაღაცა დღეს დავწერე აი მაპატეთ წეგანაც გეუბნებოდით რომ დავწერე რომ აი ჩვენ რო ეკლესიაში შევდივარ და რაღაცა მეორე ხარისხოვანს აქცევ ყურადღებას ესე იგი შენ მისული ხარ იმისათვის რომ იქ ვიღაცა მესანთლე გალანძღო იქ ვიღაცა რაღაცა და აი ეს აი აქ მოერგო რა და უბრალოდ შენი წოდების სატილად არ მისულ ხარ და დღეს დავწერე და ყველა აი მამო წარმოგიდგენთ სულ საქართველოში არის აი რომელ ქვეყანაში შეიძლება იყოს 2000 ადამიანი არის მღვდელი 2000 კაცი აი როგორ აი ჯერცეც ვიღაცა თუ შედარებით კარგად არის ხო ყავს სულიერი შვილები ვისთვისაც აი მამობას გაწევენ ეს ადამიანები თავის სულიერმა შვილმა თუ ვიღაცას რაღაცა ან დაასპონსორა რაღაცა გაუკეთა კი ის უკვე მე როგორ გაყოფს ის მისი საქმე და მისი ცოდვა მაგრამ იქამდე თუ აი შენი მშობელი გინდა კარგად იყოს ხო და მიეცი სიტყვა შეწი რაღაცა ის რაც არ უნდა იყოს ხო ჯერ საწაიღებს ხო სახელმწიფო რჩება მაგრამ სიტყვაზე მოფ აი
როგორ შეიძლება ამის გამო ადამიანი გალანძღო? ნებისმიერი სტრუქტურა არის თუ რაღაცა სადაც არ უნდა იყოს მათი გალანძღვა არ შეიძლება და მღვდელზე აუგის თქმა ანუ რა პრობლემა დგას მამაო ამის უკან აი ჩვენ უბრალოდ აი ვერ უხსნი ხოლმე რა არის აი შინაგანად რა პრობლემა უდგას იმას ვინც ღვთის მსახურს ლანძღავს მაგრამ თუნდაც ეკუთვნოდეს მამაო აი სიტყვაზე ვარ რა მაგარი ცოდვილი რა და აი ძალიან ცუდია ხა იდეალური არავინ არ არის რა ამ ქვეყნად აი სიტყვაზე მეც შემხედრია ხა ისეთი ის მაგრამ ამით რას მოიგებს სიტყვაზე და რა დგას ამის უკან მამაო თუ შეიძლება ბოდიში ხდი ელემენტალურად დგას ურწმუნოება არ წამს ქრისტესი არ წამს ქრისტეს პირველ ღმერთთავრობა არ წამს პირველ ღმერთთავრობა რომელმაც აკურთხა ეკლესია და დააფუძნეს ეკლესია როგორც ხონების წიაღი და იცით მე თუ მკითხავ კიდე რაღაცა აკლია აი სიხლმისეული მსჯელობები აკლია ეხლა როცა შენ შეიძლება მაგალითად სადღაც წყართან წყარომდე მისასვლელამდე ბილიკი იყოს დაკლაკნილი და ეკალბარდებით სავსე ხო შენ ის წყარო ხო არ კარგავს თავის მნიშვნელობას ესეთია ეკლესია ცით შენიკანო მისასვლელი გზა არ არის ესე რაღაცა უფალი ხო პირდაპირ ამოს ვიწროა გზა და კრამჭი ვიწროა სადაც ცოტანი დადიან და მაგრამ იცხონებაში შეადის და აი ამ გააზრებაში როცა ადამიანი ლაპარაკობს პირობითად მღვდელზე ან ეკლესიაზე ან ახლა გახში და საპატრიარქოს ახსენებენ რაღაც ამ შემთხვევაში უნდა კარგად გაიაზროს რომ ის თავის თავს აყენებს ეკლესიის გარეშე და ან არის უკვე ეკლესიაში არ შესულა რეალურად იმ თავის შეცნობით, მე ცოდების აღიარებით და სინანულით არ შესულა ეკლესიაში, ამიტომ მისი ხედვა არის ძალიან პერიფერული, აი გარეშე მოიყურება ხოლმე რაღაც მეასე მნიშვნელობს აქცენტებს აკეთებს და თავისთავი ანუ კიდე ის არის ვიღაცას გონია რომ შეუცდარია. როგორ შეიძლება ხა თქვენ ხა წარმოიდგინეთ ხა მესამთლეზე ახსენე შენ ახლა 1000 ადამიანი თავზე დგას 1000 ადამიანს თავისი უნდა მოიმსახურო რაღაცა როგორ შეიძლება რომ თუნდაც ყველას ეყოს შენი გაღემებული მიმიკა ესე არ შეიძლება იყოს ხო ვერ ადამიანს თავი რესურსია ყველაფრის და შენ უნდა გაუგო ადამიანს რომ იქ ფულთან აქვს საქმე რაღაც უნდა ისქნა ყველაფერი ახლა უდელიც ესია ხა მე ხანახან მე მომივიდა უზაი აღიარებ აუდიტორის წინაშე რომ ის დავღლილვა ხანდახან რომ ტელეფონი გამომერთავს სახში რომ აი რომ დაერეკა ვიღაცას ჩემთან ზარი არ შემოსულიყო ისე ვიყავი დაყოლილი ხო და არა და უდელი მუდინა ზადონა იყოს ამისათვის ხელი გაუწოდეს თუ ადამიანი ეკლესიაში შედის და ამებს ხედავს იმიტომ რომ ის თავის საკუთარ შინაგანი სინაულის განცდა არ აქვს და არ მიდის სწორედ უფალთა კი არ არის სადღაც ხალხში იკარგება და კოპიარებაში იკარგება როცა შენ შედიხარ ეკლესიაში რა ბევრი ხალხიც არ უნდა იყოს ეკლესიაში შენ ახლა და უფალია დანარჩენი ყველაფერი არ არსებობს თუ შენ სწორედ მიდიხარ და ყველაზე მოკლე გზა უფალთან ეს არის თორე შენ ახლა ზიგზაგები თუ არის იმის რაღაცია ის ლაპარაკობს ის რაღაცას და ვერ მიაღწევ ისე დაიკარგებენ ლაბირინთში რომ შენი ემოციებს არ დაუკავშირდება ღმერთს და სულ ისე იულის ამ ხალხის ერთი და მეორეზე და ხა კიდევ განა არ არის ობიექტურად შეცდომები განა არ არის როგორ არა მაგას ვინ უარყოფს როდის ყოფილა რომ ეკლესიას არ ღირებდა იუდა არ დამალა რომ დომებოდა დამალოდა ეს არ არის მთავარი კიდევ არ შეეშალოს უნდა იმიტომ გაარჩიოს მთავარი და უმთავრესი მეორე ხარისხისგან მუდმივი და მარადიული ცვალებადობისგან ადამიანი დღეს შეიძლება დილით ანგელოზზე მოგეჩვენა და შეიძლება შუა დღეს ნახა რომ სამდგომარეობაში ვინ არის იდეა რომელია ეს არ შეიძლება რომ ერთი იყოს არა ცუდია არა კარგია არა ადამიანი მუდმივად მოძრაობს ამ შორის და ხანისი წამოჩდება სულ ვამოფხოლ მე ხა ამ ხელა ჩემი ასაკმე ის მაინც მასალა მინიმუმ რომ ხანდახან ხასიათი არ განაპირობებს ადამიანის შინაგან რა შეიძლება აი ახალ ხასი ადამიანი იყოს მართლა კარგი ადამიანი მტკიცე ერთგული მეგობარი თავდადებული და შეიძლება ეს დახვეწილი რაფინირებული ეს ინტელიგენტი კაცი შეიძლება საერთოდ არ ატარებდეს ამ მობიერებს თუ სიყვარულის ნიშანს არ ატარებს ამიტომ ყოველფალო ხენაყოფით იცნობა ნახეთ ესე თქვენ თავით შევაფასოთ რომ თუ ერთხელ და მიმას მივაქცი ყوار და მოვაქცი ყურადღება მაშინ იცოდე რომ შენ ღმერთთან აი რაც შემოიტანეთ წარელა ისე ვის გაიტანე უკან და არაფერი მოხდა მადლისმიერი იქ დგას ანგელოზი და ყველაფერს ინიშნავს რომ როგორი შეხვედი როგორი გამოხვედი და ეხლა შეხვიდე კიდევ ძახი სინალური და გამოხვედი გამართლებული გახარებული ადამიანი ამიტომ არ გვინდა ისევ ეკლესიას ეხება ესა სამშობლოს ეხება ესა უნდა გავერთიანდეთ მოდი ძირეულის თან ცოტა ვართ მამაო ცოტა ვარ ხო და ახლა თან როგორ ეს სიცოტავე რაც გვაიძულებს როგორც ჩვენი სწორად ყოფილა ხოლმე რომ ახლა ერთმა ქართველმა იმდენმა შეძლოს წმენით, საქმით, ერთგულებით
რომ იმ ვიღაცამ წეს რომელიც შენი მოშორნია 10 10-ზე მეტია იმას უნდა გადააჭარულო ლოცვაშიც ერთგულებაშიც კიდევ ეცახი სამშობლოს სიყვარულში საქმის ყველაფერს გაძღოლაში უნდა გადააჭარულო თორე ეგრე თუ ერთი-ერთზე ჩვენ არ ყოფილა არც ერთი ისტორიული მომენტი მომხდური ყოველთვის ბევრი იყო ბევრად ვიდრე ჩვენ ვიყავით ხოლმე და ჩვენში ეს დავანებული ერთმანეთის სიყვარული ქრისტეს მადლით გაღვივებული სიყვარული იმარჯვებდა ხოლმე და მე უკვე უფალი მოქმედებს და შენი მტრები შენი მეგობრები ხდებიან და მეგობრები გიმრავდებიან გარშემო და აღარ არის მტრობა შენ გარშემო და დაცული დაკარული ხარ ყველაფრის გამისგან თუმცა შენს გარშემო შეიძლება ქვეყანა ირღვეოდეს შენ გადარჩები ეს უნდა მიხვდეს ქართველი ამას რომ თუ გიყვარს სამშობლო მაშინ ვეძებოთ სამშობლოს მოსიყვარულს ხვები ის კი არ თქვა რომ მე მიყვარს და შენ არ გიყვარს და შენ ჩემთან არ მოხვიდე და არაფერს არ ვარ ამაშენ აი რითი გამოიხატება სამშობლოს სიყვარული იმიტომ რომ ყველას გონია რომ სამშობლო თვითონ უყვარს და სხვას ლანძღავს აი სხვისი გალანძღვაც რომ სამშობლოს სიყვარული არ არის ეგ არ ესმით მამო აი სხვას რო გალანძღვა აი ნებისმიერ რაღაც ოპონენტი იქნება თუ რაღაცა იმიტომ რომ სამშობლო მამაო რა არის ეს სიტყვაზე ხა უბრალოდ ლოგიკურად რო თქვა ხო სამშობლო ვარ მე როცა ვიქნები ცუდი ადამიანი და სხვისი გამლანძღველი რაღაცა ხო გამკითხველი და რაღაცა ხო მე ვამახიჯებ ამ სამშობლოს პირველი ხო აი სიყვარული ის არის სამშობლოში როცა მე ვარ შემდობი და კაი და ღმერთსაც საყვარელი ხო ეძებო სამშობლოს მოსიყვარულ ადამიანები ეძებო თანამოაზრეები თუ შენ ეკლესია გიყვარს ეძებ ეკლესიის თანამოაზრეებს შენ ამ წიაღში ეძებ და ცდილობ დაუშვათ რომ მტრობა კი არ აღმოაჩინო მოიყვანა ის ადამიანი შენ და შენ გვერდში დააყენო ასევე სამშობლოს იდეის მსახურებას მოგულისხმობ. შეიძლება ადამიანი რაღაცაში სრული თანხმობა შეიძლება არაფერში არ იყოს კიდევ ვიძახი, მაგრამ რაღაცაზე ერთია სტრატეგიული გეგმა, მეორე ტაქტიკური ფორმა რა. თუ ტაქტიკურში ვერ თანხმდებით, ეს იდეა ხო რჩება სამშობლოს ანუ მუდმივი და მარადიული. ამას უნდა მოემსახუროს. და იცით აი ქართველობა, ესია, ჩვენთვის ესია, სხვაგან არ ვიცი როგორ არის, ისე ვლაპარაკო პირობიდან, რომ ქართველთა გამაერთიანებელი რომ შემდგომში ქართველებს ერთ წიაღში სამეგობროში მოაქცევს და თანამოაზრეობაში მოაქცევს ეს არის ეკლესიის წიაღი. როცა ქართველობა ყველა დიდი გაერთიანება ეკლესიაში ხდება. ყველა ვერ გაერთიანდება, იმიტომ ბევრია წეულია ცოტა არჩეული და ესე მოხდება. ხო, ყოველთვის ესე იყო ხოლმე, ესე იქნება, მაგრამ ამ ცოტაში იმდენი იქნება, რომელიც გადაწყვნის აი იმ ძალას, რომელსაც უნდა ქვეყნის ცუდი და ეკლესიის და დარღვევა უნდა და მე კიდე ერთი როგორ არის, როდის გამოდის სამშობლოს საქმე. მე რამდენჯერ დავაკვირდი ამ ყველაფერს ამას. როცა შე სამშობლოს საქმეს აკეთებ, გახსოვდეს ეს არის უანგარო თავდადების თავგანწევრის თემა. თუ შენ აქ შენ რამესაც მოიაზრებ, შენი შეიძლება გამოვიდეს, სამშობლოს აღარ გამოგივა დამიჯერე. კი. ამიტომ როცა სამშობლოში შედიხარ, ვინც არ უნდა იყოს რა ვერტიკალზეც არ ლაპარაკობდი, იერარქიაზე ლაპარაკობ, ყველაფერს ამაზე იცოდე რომ თავდადებით ემსახურე, თავგანწირით ემსახურე და იქ შენც მოგიაზრებს უფალი ამ სიხარულში, შენც მოგიაზრებს. შენი შვილებიც იქნება, შენი ოჯახიც იქნება აუცილებლად, მაგრამ თუ შენ მოდიხარ აქ იმიტომ დავუშვათ რომ ცი რა აი ჩემი საქმეს გავაკეთო და ერთად არ გამოვა ეს საქმე. ეს იმდენად დიდია ეს საქვეყნო საქმე და იმდენ პატარა ხარ შენ თუნდაც შენი ოჯახით რომ აქ ეს ამას უკვე ბზარიში აქვს. შენ მოქმედებაში ბზარიშია და აღარ გამოვა ის ართალებს. ამიტომ ერთად გავაკეთოთ მარადიული წიაღი რა, მარადიულობის, რომელიც მუდმივა, გამოვარჩიოთ მუდმივი, კიდევ დროებითისაგან, რომელიც წარმოვალია დასაჭირო. არ შეიძლება დაპირისპირება იყოს მუდმივი, არ არსებობს, არ შეიძლება ბუნებაში ეს რამე უფალი არ უშვებს ამას, ხო? რაღაც დროით იქნება შეიძლება შენს დაგაზიანოს, ის დააზიანოს, მაგრამ ეს მე გაგიყვანს და დამთავრდება. სხვები შეავსებენ ამ სიყვარულის წიაღს, დარჯობიდეს სიყვარულის წიაღში იყვერო, მე ერთობიდეს დიდი საქმე აღესრულოს. საუფლო საქმეა დღეს ქვეყნის სამსახური, საუფლო საქმეა. ახლა შეერაღება ძალები ახსენე და მინდა რომ აი იცოდეთ რომ ეს დიდი აი ფუტკარბით მოზუზუნეს კა, რომელიც მუდმივად იღწვის. ამისათვის შეიძლება მაინც და მაინც არ ჩანს ესე, მაგრამ ხანდახან მოკრავთ ხოლმე თვალს, გაგიხარდება ჩვენი ბეჭების ამბავი გამატებულობა. ალიმოზე იყო ეს ხათა შორის, აი ჩოხა და ის როგორ უხდებოდათ მამა ეს დროშები და ისინი უმაგრესი ადამიანები. დინა საღამოში რომ ახლა არ და ახლა თქვენ რომ ვიღაცა შეიძლება გონია რომ ხელფასებს მაღალი არ არის ესე უბრალოდ იდეა პირველ რიგში და შენ არჩივანია მე აი ამ მატერიალურ ანაზღაურების პირობებში შეგიძლია სამშობლოს ემსახურო მიდიხარ ემსახურები და
ერთი ის გახარებს რომ ეს დიდი იდეა სამშობლო სამსახურის თანამონაწილე ხარ ამისი და შემდგენელი ხარ ამის ყველაფრის და ჩვენი მთელი ისტორიის მან გაძლიერებს ეს და მე ეხლა ჩვენი მსახურება კაპელანის ხო ეს არის სწორედ და შევიტანო სულიერ ნაკადის ამ ყველაფერში ამაში არ მარტო პროფესიონალი ჯარისკაცი რომელიც ისწავლა და ეს დახვეწა თავის პროფესიონალ მოქმედებები არამედ ღვთისმადლით რომელიც აათმაგებს ამ პროფესიულ მოცემულობებს და უნარჩვევებს აათმაგებს რეალურად ბრძოლაში მე და შემდგომ ამიხარ თორე რა გადაგვარჩენდა ჩვენ რომ მარტო რაოდენობას გვებრძოლა არაფერი გამოვიდოთ ნამდვილად ხა თუ ეხლა ჩვენზე დიდი კაი ხმლის მკრებერებიც იყვნენ წვებიც ხო და არ ჩამოგჩებოდნენ მაგრამ იქ ჩვენთან ქართველში ამ ბრძოლის වෙზე ქართველში სამშობლოს სიყვარულთან ერთად ღვთისმადლი უძღვოდა წინ და ამჯერ გვინახავ ჩვენ ისტორიულად და ამდენი ამტკიცებს ამას რომ ცოცხალი სახი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ამიტომ ალბათ უფასო რომ შავნაბადა რა დღის რა თქმა უნდა უამრავი რაღა დიდგორისთებები და ყველაფერი ეს ხა ცოცხალი ეხლა შეიძლება იცი აღარ არის მეგონი აღარ არის საჭირო რომ ეს რეალურად დღეს მოხდეს ყველაფერი ეს იმიტომ რომ შენ 2000 წლიანი ისტორია გაქვს და შენ თუ იმის არ იყოს როცა თუ მოსესი არ ვერ დაიჯერებენო არც აბრაამს დაუჯერებენ ხო ამიტომ უნდა დაუჯერონ ჩვენ ისტორიას ამას ეს მოიყვანო მე მოქმედება და ჯეროდე ხა დიდგორიში გამოცხადა ცოცხალი წმინდანის გამოცხადები ყოველდღე ხო არ გამოგეცხადება კაცო წმინდა გიორგი რა ის შენი ისტორიული მეხსიერების საოცარი საგანძურია კონდე შენახული გულში კონდე შენახონი გონებაში და აი გონების თვალით და გულის ყურით უნდა მოქმედებდეს ქართველი ეს კიდევ ვიძახ ეს ეხება მარადიულ თემებს ეს არის უფალი სამშობლო და ოჯახი ჩვენი და პატრიარქმა თქვა უფალი სამშობლო და ადამიანი ეს მართლა საოცარი სიდიადეა ჩვენი მონაპოვარი ენა მამულის აწმუნებასთან ერთად ეს ერთი ფორმულირება ქართველობისა თუ შენ გინდა ქართველი იყო უნდა იყო აი ამ ფორმულით უფალი სამშობლო და ადამიანი რომელშიც შენი ოჯახი მოგიაზრებს სხვა ადამიანზე ზრუნვა შენ ოჯახზე ზრუნვას ნიშნავს ესა იმიტომ სხვაც ისე მოქმედებს და ესეა ჩვენ ეკლესია უდიდეს განს გვაქვს და უნდა გავუფრთხილდეთ ძალიან რუდუნებით გავუფრთხილდეთ და ის კი არ გამოაჭენო დაუშვათ თუ რაღაცას გაიგებ ერთ შემთხვევაში და გამოიტან ამას და რაღაც მე იმას 100 ჯერ იმეორებენ აქედან 90% საერთოდ არ იცის რაც ლაპარაკობთ და ეს ცილისწამების სახით არის მხოლოდ წარმოდგენ იმიტომ არ უნდა ხედავს გაუგია ეს ყველაფერი უბრალოდ აი თან მამა უჭირს აი თუ მაგალითად აი სიტყვაზე არის ვიღაცას აი რაღაცა ტკივილი აქვს ხო თავის პრობლემა აქვს ჯერ მოხდელს ისედაც ძალიან ბევრი ბოროტიებთვის ხო დავეხმართ და ჩვენი მოქალაქეა თან ხო ის ხო გეხმარება ხო მაშინ შენ თუ იმას არ აღიარებ რომ სიტყვაზე რომ ის სასულიერო პირი არ გიყვარს და ისა მაშინ ნურც ნათლობაზე მიხარ როცა ნათლობა გაქვს ხო კარგად მიდიხარ როცა ქორწილი გაქვს ხო კარგად მიდიხარ როცა აღსარება გინდა და ვიღაცა გიკვდება ზიარებაზე ხო კარგად მიყავს მაშინ ეს ყველაფერიც არ უნდა აღიარო რად გინდა ესეთ აი ჯერ ლანძღო და მე რო საქმეში რო გჭირდება მოიყვანო ხო ესეთი რაღაცები გეხვეწებით გაითვალისწინეთ მაშინ ის თუ ცუდია და მას თუ მადლი არ აქვს და ის რაღაცები არ გადმოდის მასზე თქვენ როგორც ამტკიცებთ სამწუხაროდ ჩვენ და ბჭყალებში იმის გამო რომ სიტყვაზე შეიძლება არ უჭირდეს აი მაგის გამო მარტო როგორ შეიძლება ხო თუ ამას ამბობთ მაშინ ამ ნათლობაზე და იმაზე თქვენც ნუ მიხართ მასთან ხო და თქვენ მონათლეთ მაშინ სახში თქვენაზე არის და ნახავთ დელი არ არის მარტო კაცი აი მამო გეხოცები არის ღვთის მადლის მატარებელი ღვთის მიერ მონიჭებული საიდუმლო შემსრულებელი ღვთის აღწურებს ეს უნდა დაინახავ ადამიანი თავისთავად 1000 ნაკლს მოუნახავ ნებისმიერ ადამიანს მაგრამ ეხლა თუ ღვთელია და მამას და მამაოს ვეძახით არა ეხლა ხო არ შეიძლება შვილი შენ მრევლი ლანძღავდე მამას შენი შვილი რო გლანძღავ შენ და უხეშად გექცევა ხო არ მოგწონ შენ თვითონ არა მაგრამ ხო არ წყვეთ მასზე ზრუნვას არა ასევე ეკლესია როგორც მარადიული წიაღი ხილული საწურებსაც შეიცავს და ასე იქ ადამიანი შეიძლება და მე რა არის ურთიერთთა სიმძიმე იტვირთეთ ხო გეუბნება და ეს არის ესე აღაზრდა ჯული ქრისტესი გინდა ქრისტიანი იყო ურთიერთთა სიმძიმე იტვირთეთ ეს ღოდელსაც ეხება ვინც ძალიან რთულ სამსახურებაში იმიტომ რომ მე აი როგორც ოფიცერი 22 წლიანი სტაჟი ოფიცრობისა გეუბნებით უფრო რთულია და ძნელია იყო ღოდელი ვიდრე აი ოფიცერი რომელიც აი
გეგმავს სამხედრო ოპერაციას და სიძენ რაში მდგომარეობდა იცით ახლა გარდა იმისა რომ იცოდე მტერი იყავს რაღაცა იქ შენ ითვლი დანაკარგებს ტექნიკურ დანაკარგებს ცოცხალი დანაკარგებს ახლა წამოიდგინე შენ ოპერაციას მიდიხარ აქედან 100 კაციდან 20 კაცი არ დაბრუნება ვინ მიყავს ვინ უნდა მოკვდეს ასე ვთქვა აქედან ხო აი ეს რთულია მე პირადად აი ამ სიტუაციაში ვიყავი ხოლმე ყოველთვის რომ შემედგინა პირადი შემოდგენლობა თუმცა ყველა მიცის რომ სამშობლოს ოპერაცია მოკდეს მაგრამ აქ რთულია აქ შეიძლება რამე შეგეშალოს და აი ადამიანს გული მოუკლა ისე ხო ან საერთოდ მისი სულიერება დაარღვიო ეხლა როცა ერთი მხრიდან რომ ეს არ ფასდება მრივლიდან მაგრამ მეორენი თვითონ ვიღაც სასურველი პირები ამას არ ითვალისწინებენ რომ შენი თითოეული სიტყვა რომელიც შეიძლება შენ შემოვიდეს შემოიტანო რაღაც არასწორი ბზარი გააჩინოს და მრევლი დააზიანოს ამიტომ ხუდლობის იერარქიულებიც ახლა არ მინდა ამ თემას შევეხო ძალიან პიროვნულად მაგრამ ფაქტია რომ ისიც მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს ამისა რომ არ დააზიანოს ეგ რა თქმა უნდა მამაო მაგრამ ის მამაო ვიღაცისათვის ხო ძვირფასი არის ხო ელემენტარული აი რო შენდებოდა ახლა დღეს აი ექსკურსიებზე რო ვიღაცები დადიხართ მაგალითად ის ტაძრები რო შენდებოდა თქვენ იცით იმ მღვდლებზე რო აი ზუსტად ესე ებრძოდნენ იმ მღვდლებს ეს მამა გაბრიელზე რო ლაპარაკობთ ხოლმე რაღაცა დევნაში იყო და ვინ ებრძოდა ერთი გადახედე და თქვენთას თუ ვერ დაინახავთ აინა განახებთ მაგას აი ესეთი რაღაცები უნდა გავითვალისწინოთ რაღაცა სხვისკენ აი ისა რა ქვია ჩვენ ყავს ძალიან დიდი მამები პატრიარქიდან მოყოლებული მამა აკაკიდან დამთავრებული ჩემი რა ვიცი მამა აკაკიზე რო ვინმე რამეს სიტყვის ეს ჩათვალე რომ ესენი ერთი საძმო არის ხო ამ ხელა ხალხი ყავდა და შეამყობს მისი უძრავი სული ახლა მთელი მისი ცხოვრება ქრისტესამ და ქრისტესთან მრევლის სამსახური იყო და ამაში გაილია მართლა აგვე ხმალი ქნევაში ისე გაილია და ალობა უფარს მე ხა გადაავეჯა წიაღი და მარადიულობაში და ნათელი დავამკვიდრე სწავლი კაცი ამდენი ადამიანის მამო იმედი იყო იცით ხალხმა არიციან რა ქნა წარმოიდგინეთ რა იმდენად ის იყო და რა ვიცი მადლობა რომ ესეთ სასულიერო პირები ყვანა და ყავხართ მამაო რა ვიცი აი თქვენ რო არ იყოთ მამაო ელემენტარული ძალიან ბევრი გაჭირებული ადამიანი აი წარმოიდგინეთ ხა საქართველოში ხა ვიღაცებს რო უნდათ რა აი არ იყოს მღვდელი საერთოდ სიტყვას და ეს ეკლესიები უბრალოდ იყოს რა გასაღები შეხვედი გამოხვედი სიტყვა რაღაც ბევრგან არის უცხოეთში ეგრე გადაქცეული ზოგადად დისკოტეკა ტარდება აი წარმოიდგინეთ ხა სასულიერო აი რამდენი გაჭირებული ადამიანია აი რაღაცა იმას უწევენ ესენი დახმარებებს უწევენ რამდენ ადამიანს გვერდში უდგან აი თუნდაც ხო კაი სიტყვა თუნდაც იქცევა მაგრამ ვიღაცა 10 თხოვნელს ხო ეხმარება აი თუნდაც ორ კაცს ეხმარება რატო ვაკეთებთ ეგრე ჩვენ ხო ერთნი ვართ აი მღვდლის გალანძღვით წარმოიდგინე აჯანყებები ხდებოდა ხოლმე მღვდელს რო შეურაცხყოფას მიაყენებდნენ და დღეს ჩვენ არის ხო ეგრე მამაო ხო და აი ესეთი რაღაცა გეხვეწებით და თხილად ვიყოთ ვიცი რომ არავინ არ არის წმინდა ხო არა მართლა ვერ იქნება ანუ ფიზიკურად ჩვენ ესე ნუ ამისთვის უფალმა კარგად მოგცა რომ ვიტყვა რომ არ განიკითხო ადამიანი აი მარტივად აი ნუ ვარ თულებ მე ეშმაკი ამ ქართულებაში უფალი მარტივია ძალიან და მარტივად გთავაზობთ შენ როცა ამას ჩაიხლათები ხო რაღაცით იმით მე იწება როდის იწება იცი ეს შინაგანი როცა შინაგანი მადლი იცლება აი გავიდა დღესასწაული არ მოხვედი არიაზიარე მეორე გავიდა აქვია აღსარება არ გითქვამს გადის ესე კვირები გადის მე თვეები გადის და მე უკვე სულიერ შიმშილი და ამ სულიერ შიმშილი სარგებლობს მე ბოროტი და აზრს მოგაწოდეს მე აზრი რომელიც არ არის მტკიცე და გონების თვალე უკვე არ არის ისეთი სანთელით არანთია ჯარისკაცივით არ დგას შეიწყალებ ამას და მე უკვე თავდაყირად გება ყველაფერი და რამხელა მკურნალობა ჭირდება მე ყველაფერს ამას უკვე ძნელია ეს გამოდენა და ამოიყო აქედან ამიტომ ეკლესია რეგს და ამბობს რომ მოდით ნუ გავა დღე ნუ დამთავრდება მზენუ ჩავა რომელიც არაპატიოდ არ მიუტევო ხო რა ეკლესიაში მოდით კვირაში ერთხელ მაინც განიწმინეთ ამ თქვენი შინაგანი ამ უარყოფითი ემოციებისაგან ხო ამბობ როცა უარყოფითი ემოცია მოდი ხა და აი ვიღაცა გაუბრალდი რაღაც ამბობ ყველაფერს ამას ხა შეიძლება ცრემლით არ იღურები მაგრამ გული უნდა ტკიოდეს მართლა იმიტომ რომ შენ ქრისტეს ცნებას არ ღვევ და მე ეს ამისგან თავისუფლები და ამ სივრცეში შემოდის მე სიყვარული ხო და მე აი ბედნიერი შინაგანად ხარ ბედნიერი არ გეგონოთ რომ ადამიანი რომელიც განიკითხავს ამ სხვას აი ესე ბოროტებით ცისწამებს ღდელი იქნება თუ ეკლესია იქნება თუ სხვა რამ ხო ის ვერ არის ბედნიერი ეს მისი გაკითხვის შინაგანი ემოცია მასვე ღრნის მასვე ჭამს და გარეთაც ხომ ჟამდება რა თქმა უნდა შინაგანად ანადგურებს ამას ამიტომ გეუბნება უფალმო გული გაისუფთავეთ და ამისკენ მოგვიწოდებს ეკლესია ეს არის მთავარი
ამ გააჩინა კიდევ აი რომ ადამიანი არ შეიძლება სიყვარული იყოს მისში და არ იყოს მიმტევებელი, შეუძლებელი არა, იმიტომ რომ სიყვარული ხო ღმერთია. მის განმარტებას ვერ შევდეთ, მაგრამ მიმტეველია, იქ შეუძლია ადამიანს რაღაცა ზედმეტი იტვირთოს თავის თავზე და იმას დაეხმაროს და რაღაცა მოიკლოს და დაიკლოს, ეს დრო იქნება თუ მატერიული სასარი იქნება და ეს არის ბედნია. აი ეს ხდის ბედნიას, რეალურად ეს ხდის ბედნიას. ის კი არა დაუშვათ მუქი შავი სათვალებით უყურებთ ეს სამყაროს. საქართველოს ესეთი გონია რაღაცა ჩამორჩენილი, რაღაცა ისე ჩამორჩა ევროპა, ჩამორჩა იქ რაღაცას, ვეღარ უწყობს და ჩიხი შევედი და წაიქცა ყველაფერი და იმიტომ რომ სიღრმე არა, არიციან რა არის ქართველობა და არიციან ისტორია არიციან ელემენტარული და როცა შენ ამ ისტორიის გამოცდილებას არ კლობ არა გაქვს შენში, მე ხედავ ამ გარედან ზედაპირზე რა ცივად, ხო, განიხილავ. ნუ მე კეთილდღეობაში გადაძილი ქურჩევნია და ახლა რაღაც მეგონია საზოგადოების ნაწილი ქართველების და ვინც ესე მოხიბლული იყო იმ დასავლეთი და ევროპული რაღაც ჭყალებში ღირებულებები განიხილავ, იმიტომ რომ ნაინახა რომ რეალურად იქ რა ვითარებები ხდება და როგორი სიტუაცია. ერთი ქაშაროა. ჩემი ერთი მეგობარი მეუნება შეეძინა იქ შვილი გერმანიაში და არ გამოგვიშოს გამოდია და არ გამოგვიშოს დიდი ამბავი და ვეუბნებ რა ხდება უკაცო და ამ წელს პირველი ისაო ქრისტიანული სახლი დაიბადა ბავშვია. აი ხო მათი რა არ გქონდა რაღაცა სახელები აი მთელი ისლამური სამყარო სახელები იქ არის გერმანიაში. აი ეს მდგომარეობა. ხაი იმ დღეს მე წინა იმ კონფერენციაზე ვიყავი ბრიუსელში ვიყავი. ნუ არ ვიცი ახლა იქ ისეთი გაუცხოება მქონდა, იმიტომ რომ ამ დიდ ქალაქში ისეთი ვითარებები იყო ხო. ხა მე არ ვამბობ რომ დავშათ სტუმრებიანობა რაღაც ჩვენ ქართველებს არ გვესწავლებ მაგრამ სტუმრის სტატუსი თუ უნდა იყოს და არა ხო ისეთი გათავხედებულები და რაღაცა ეს ამას ვერავიტან ჩვენ რაღაც. აი ეს ყველაფერი უნდა ამიტომ რისკები უნდა შეამციროს. რისკი რომ შემცირდეს. უნდა ქართველობა გამრავლდეს თავისი კუთვნილი ადგილები მამაპაპეული დაიკავოს და ფეხი ედგას, რომ მე არ მოუწიოს იმ მტკიცება ჩემი იყო და შენ წამა ასე და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ჩვენს გარშემო ეს პროცესი მიდის ძალიან ინტენსიურად და ამდენი საფიქრალის მერე, ამდენი სატკივარის მერე, იმაზე რო იცილო რაღაცა წვიმანი, უკვე შენ კიდევ ხარ დაწვიმანებული ამ ხელა საკითხებში უნდა ფიქრობდი ამის შესახებ და მოყავდეს დამხმარეთ კიდევ ვიძახი ისტორიული მეხსიერება და ისეთი რაღაცა ხდება დღეს სოფლიოში რომ მარტო ცოდნა რაღაცის მარტო შენი გამოცდილებით მარტო იქ პოლიტიკური ცოდნა თუ რა ფინანსური ეკონომიკური ცოდნებია ის არ გიშველის მადლი უნდა აქ უნდა კონდეს ის მადლი თუ გინდა იყო ბრძენი იმიტომ რომ საბრძნული გადაწყვეტილებებია მესაღები ისტორიულ ეტაპზე დგებათ შეიძლება ითქვას ამიტომ არ ღმერთმა ქნას რამე შეგვეშალოს იმიტომ რომ არ დაგვინოს არავინ და აქ აი ამ ცოდნასთან ერთად ამ თავისთავად აუცილებელია ქვეყნის მართვისათვის უნდა ქონდეს ეს საფრთხო მადრის სიბრძნისა რათა მაგა შეიძლება ხანდახან არაორდინარული გადაწყვეტილება მიიღო და არ იყო ხლა ფიქრობ 40 წელს ოჯახი ჩამოასახლა დავით აღმაშენებელმა ხო იქიდან ჩამოსახლა და ეს საბრძოლო გადაწყვეტილება იყო ეს დიდი მორწმუნე ქართულის გადაწყვეტილება იყო და ამას ეკლესიას დაუჭირა მხარი და ამიტომ გამოვიდა მადლობა ღმერთს შემდგომში შვიდობი დამთავრდა ყველაფერი და არაფერი ყოფილა ხო და ეხლა არ ვიცი დღეს როგორი იქნება რანაირად მაგრამ მაინც მგონია რომ ეხლა პასუხისმგებლობა უნდა იგნოს ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა იგნოს ჩვენ სულ იმ წიაღმა რა თქმა უნდა ეკლესია და ხალხი რომელიც ამ ბრძნულ წიაღში მოექცევა ისიც ბრძნულად ამ სიბზნის დაყოფსაც იგენებს კვილ კარგ სიბზნის დაყოფს იგენებს და არ მინდა რომ ამ დაყოფს გვინმე დარჩეს იმიტომ მე თუ ვიცი სულ მეუნებია ახლა 67 წლის გავხდი და ერთი დღე არ გამეცოლება იმ ჩემი ახალგაზრდობისა ამისა იმიტომ რომ სხვა არის ეს სიბზნე მათაც სხვანაირი ხარ სხვანაირად ხედავ და სხვანაირად ხედავ ნაკლსაც და უფრო მეტ სიდიადესაც ხედავ თან მამაო დავით აღმაშენებლის დროს სხვა მოწოდებები იყო მე თან მამაო სხვა რჩევებს იღებდა ეკლესიიდან იღებდა რჩევებს მე თან რა თამდაბლო სიმდაბლე არის მთავარი აი ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ნებისმიერი აი მადლიო თქვენ რომ ამბობთ მადლი როგორ უნდა მოიპოვოს თამდაბლის ადამიანი თუ არ არის გამორიცხულია რომ მადლი მოიპოვოს ადამიანმა ჯერ პირველი რიგში უნდა იყოს თამდაბალი და უნდა იცოდე რომ შენ შეიძლება რაღაცა გააკეთო რომელშიც შეიძლება ცდებოდე მაგრამ დღეს ახლა თუ შენ ისეთი ხარ რომ გონია რომ შენ რო გადაწყვეტ ეს არის ისა და ამის იქით არ არის შეცდომა ძალიან ცუდია ესე შენში ხო უკვე ცდარი ხარ და მადლი არ არის
ასე რომ ჩვენ ეხა დავით აღმაშენებელი ადამიანებსაც ითვალისწინებდა, ყველაფერს ითვალისწინებდა აბსოლუტურად და თან კიდე იცოდა ზუსტად ისეთი მამები ყავდა მრჩეველად, რომ ისინი ეუნებოდნენ და მათი ლოცვა კურთხევით აკეთებდა. აი ქრისტესთან ქონდა ყველაფერი და აი როცა არ გაქვს ღმერთის საოცარ თაბლოდ მაგალითი აჩვენა ვახტანგ გორგასალმა და შექმნა ავტოკეფალურ ეკლესიას მოუნიჭა და როგორც იდეა და როგორ უცებ გაკეთა ყველაფერი, იმიტომ რომ აი ერთი რო გაიფირო გონებაში რომ იმას რეაქცია ქონოდა იმაზე რასაც კბილები ჩაუნტრია და წიგნი მოუხლია. ხო ეხლა წარმოგიდგენიათ და არ ეჩვენებინა ის საოცარი სიმდაბლე. იცი რატო აჩვენა? აი საიდან მოდის ის სიმდაბლეც? რომ ესმის რომ რამხელა საქმეს არ შეჭიდებული და რამხელას ის საქმე რამხელა დიდია ის პიროვნებია ვიდრე ამდენად დიდია მე მატლი ვარ და არა კაციო დავით მეფსალმონ ამბობს რატო ამბობს ამას რომ ის საქმე რაც მას წინასწარმეტყველობის აივალებოდა კონდა მაჩა მონიჭებული ამას ხედებოდა და ის თვითონ პიროვნები აღარ იყო არაფერი დავიწყებში აღარ მეცხოველ ვარ არ ცხოველად ჩემთანა ქრისტე აი ეს მდგომარეობა უნდა მოიპოვოს ადამიანს ამის გამო მიილტვოდეს აუცილებლად თუ უნდა ქრისტიანი ერქვა სახელად და თუ უნდა რომ კეთილი საქმე გამოვიდეს და კეთილი კვალიდატოს ამ ქვეყანაში იხილოს თვითონაც იხილოს ეს კეთილი იერუსალიმისაი და მისმა შვილებმაც და შვილთა შვილებმაც უნდა იხილოს ბედნიერ საქართველოს ხო და თან მამაო როცა ესეთი მდგომარეობაა რომ ადამიანების გადინება ესეთი მასშტაბის ხო და ყველა რაღაცნაირად მიდის აქენა ხო აი ეგ არის რთული მამაო რომ აქ შეიძლება მათი ადგილების ხვება შეავსონ და თხილად უნდა ვიყოთ გეხვეწებით აი ესეთი რაღაცები არ დაუშვათ ხოლმე იმიტომ რომ ადამიანი არის უპირატესი რა და თან თქვენ იცით რომ მატერიალურად ჩვენ ცოტა შეძლებით ვერ ვართ ისე მყარად როგორც ისინი და აუცილებლად გვიმსახურებენ მე ღმერთმა არქნას. იცი რა არის ადამიანს არ ერთმევა. აი თუ არანაირ აი წამოიდგენ თუ მთელი ისტორია ახლა 400 წელი არაბები იყვნენ აქ მონღოლები იყვნენ და ქართული კაცი მუდმივად ახერხებდა თავისი შემოქმედებით ინტელექტუალური ენერგიით თავის საქმე ეკეთებინა. და აკეთებდა ამ პირობებშიც კი აკეთებდა ქართული კაცი ამას და ახლა მართლაც ის ხო არ არის 500 ვაზის ჯიში 8 დიდან ახლა აგე იუნესკო მიანიჭა ხორბლის ქვეყანა ვარ და ვაზის ქვეყანა ვარ პირველი თაფლი ჩვენთან იყო ყველა ეს ყველაფერი ხო კულტურული ჯიშია და ამას ამხელა ინტელექტუალური ენერგია ჭირდება და ჭირდება. ამის ქართული კაცმა შეძლო ამ პირობებში დღესაც ესეთი პირობებია ეს ლაპარო პირობები და თუ მაინც ამის არ გვიწევს რაღაცები ხელს აგერა ხარ შენ და იმუშავე და იმოქმედე. ახლა როცა ვეუნები ჩემრეულის ჯერ გააჩინე მეორე მაგალითად რა არის ორი ახალგაზრდები ხართ ვიდეო შეგიძლია და ხო და ახლა ნახე როგორი ისა არა ისეთი კატეგორია ტრაგიკული სახეა თვითონ რაღაც დავავალე და მე და სახში სამძახსოვლის ხო ესე ერთი ძაღლის საპარაკო მახრეში წაყვანა 70,000 ლარი არის. ანუ აქ არ არის ამას ლაპარაკი. რაღაცა შინაგანი დეფორმაცია მოხდა ამ შემთხვევაში, რომ ის რეალური რაც არის უმთავრესი, ის კი აღარ გიხარია, აღარ გახარებს, აღარ გაძლევს. აი ეს რაღაცაო ერთი ძაღლი აქეთ, მეორე ძაღლი აქეთ დადეს კუჩაში და იმას მოვლაჭი და ამას იხარჯება ენერგია და რა. აი ესე ადამიანის ენერგია რომელიც პოტენციურ ფორმაშია, აი ეს განკითხვებში იხარჯება და ენერგიის სახით აი ამ ნეგატიურებზე გადმოდის. არ ჯობია ეს აკეთურა. ეს შენ მიეცი ფასი საკუთარ თავს. შენ თქვი რომ მე ესეთი არ ვიქნები, იმიტომ ესეთი არ მინდა ესეთი ვიყო, ხო მინდა ისეთი ვიყო. ხა გასაგებია არ გამოგივა ყოველთვის, მაგრამ ამიტომ არსებობს კაცო მკურნალი, ამიტომ არსებობს პედაგოგი, მოდი თქვათ ესე გერმანული ამბობს რომ ეკლესიაში კი არ დავდივარო, ეკლესიაში სწავლობ. ეს სიტყვა გერმანელებს ესე ჩოხვა ეკლესიაში დავდივარ. ისინი ის ამბობს ეკლესიაში სწავლობ. სწორია. ეკლესიაში მას სწავლობს ადამიანი და იდები ანგელოზები გასწავლიან აქ და უდელთავარი აქ მაცხოვარია ჩვენი და ქართული ეკლესია, აქ პატრიარქია და მიანდო წმინდა ნიკოლოზ მისი ხო და ეს ტვილი ზესავით მიიღე და იყავი აქ და სიმშვიდე გექნება გულში და შემშვიდე გექნება იმიტომ ქართული უკრებითი პიროვნება ჩვენ ერთმანეთს შევდგები და ეს ქართული ერიც იქნება ბედნიერი და მშვიდობა. ეს ველები და ენერგეტიკები ხო იცვლება კაც. ეს არ არის მარტო მე რაღაც ვაშევებ, ფუშტება, ჩემი გარემოში სიცოცხლე ფუშტება, თო ვაკეთებ ის გარემოში. მე სიყვარული კრავს და ბორდო ასალკავებს ხო ვნახეთ. ქართული რატო ვერ გამოდის საქმე იცი? ეს გაშვერილი ხელს, გამოშვერილი ხელი არ ხდება, რომ ხელი ჩავყიდოთ. არა ის რაღაც ისეთი უნდობლობა რაღაც მიმართ პარტნიორს მე რაღაცაში ღალატობს ჩდება მე ის არენდობიან რაღაც ეს ღალატი და რაღაც ნუ ქართულმა კაცმა ის რაღაცები მიიღო
რომ აი მის ღირებულებათა კოდექსში რო არ იყო და მის ფასეულებას რო არ ქონდა ქართული და სხვას რომ სხვასში რო იწუნებდა ამას და ამას არ აკეთებდა. დღეს მისაღები გახდა ამისათვის ბატონო. თან მამაო რატო არის იცით საშიში აი სხვა ერების ჩამოსახლება ჩვენთან უბრალოდ ვამბობ აი ძალიან მარტივ იმას ვამბობ რა არა აი ნახეთ მამაო უბრალოდ რას ვამბობ რომ თქვენ ხო სხვაგან ყოფილხართ სხვა ქვეყანაში რამოდენიმე დღე წასული რაღაცა რა რამდენად იწევს მამაო რელიგიური გზნობები კულტურული აი რა ქაურობა როგორ გენატრება რაღაცა და მე იქ რო ხარ იქ გადაგაქვს ეს ყველაფერი წარმოგიდგენთ ეხა ისინი თავის კულტურით რელიგიით ყველაფრით ჩამოვლენ მამაო აბსოლუტურად იმიტომ რომ ძალეუნებად იწევს მაღალზე ეს გზნობები რა სხვა ქვეყანაში რო ხარ აი ემიგრანტი ხარ ჩათვალე რა ხო გინდა როგორ ჩვენ გვინდა რომ ქართული მუსიკა ჟღერდეს ქართულის მე კი არ ვამტყუნებ ხოლმე რომ გაივლიან ხოლმე იმით აქვია დროშები თავის მუსიკები და რაღაცა ანუ რამ ხრივ არ ვამტყუნებ რომ იწევს ამ ადამიანში ეს გზნობები რა უცა სხვა ქვეყანაში ხარ გენატრება რა საქართველოს სიტყვას და იტალიაში რო ხარ იწევს რა ეს გზნობები გინდა რაღაც ქართული გალობა მოისმენს და აუცილებლად ამ ადამიანებს მოუნდებათ ის თავის არაბული სკოლები გახსნა თავის ის და თელი ეს ის არაბებს ეხება ეს ცივილიზაცია ეს ცალკე ავტონომური ცივილიზაცია რომელსაც მოაქვს თავის ყველაფერი მოაქვს ეხლა ჩვენ სახელმწიფო ერთმა უშუალოს იმ ხელა ტერიტორიებია კარგად იყვნენ მაგრამ მოდი მე სულ ვანაწილებ სიტყვაზე ვამბობ ნებისმიერ მიგრანტზე აქ ჩამოდი მე ვანაწილებ ხოლმე ხა ინდოელებს ჩვენ ბრიტანელი არ ჩამოდის ჩვენთან ხო მოდი ვთქვათ რა ვინჩა აზიური ქვეყნები და რომლებიც მართლა რაღაცა ედებიან თლიანად თელიმას ინდუსები ისინი ერი თლიანია ერთობაში თავრობა და თავრობა ხელისუფლება ერთი და მეორე ნახევარი ერია რომელიც აერთიანებს ამას რამდენჯერ კიდევ ვიძახი ყოლია რომ მტრები იყვნენ და მტრები მართავდნენ დავშქატო და თავის საქმე უკეთებია დღეს ყოფ ერთია სახელმწიფო საქმე მეორეა საერო საქმე ხა არავინ მოვა შენ ოჯახში და მაინც ამას არ გეტყვისო ერთს მაგეთ ორი გააჩინე ორი მაგეთ სამი გააჩინე ეს შენ უნდა გესმოდეს ქართულს რიგიც რომელიც არის რიგით იქია სახელად თორე არის უმაღლესი თავისი მოწოდებით ემსახუროს უფალთა სამშობლოს და იყოს ქართველი უმაღლესი მოწოდებით არ აქვს მნიშვნელობა შენ ხელისუფლებაში ხარ თუ არა ხარ შენ უნდა შეძლო ეს შენ უნდა იტვირთო სულ მაგალითად მომყავს ხოლმე ქართველი გლეხი რომელიც ბატონსაც აჭმევდა ხარკსაც იხდიდა ომშიც ხმარს იქნებდა და ეკლესიასაც ინახავდა და შვილებიც ყავდა მრავლდებოდა აი მასე აი ესეთივე მაღალი თავდადებით უნდა შევძლოთ ერის ნაწილმა რიგითმა ქართველობა ჩვენი მისიის შესრულება ნაწილი წავიდა ნაწილი შეიძლება იქიდან ვეღარ დაბრუნდეს კაცო მაგრამ როცა ქვეყანაში 120 ოფიციალური აბორტი ეთუდება დაკენან აბორტის ასაკმა დაიწია ძალიან დაბლა და ჩამოვიდა 15-14 მოგონებადმე ჩამოვიდა ეს უკვე კატასტროფის მაჩვენებელია უკვე ძალიან მძიმე მაჩვენებელია და ეხლა სულ იმას ვამბობ ხოლმე რომ ზაქარია ფალეშვილი მე-16 შვილი იყო ოჯახში აი რო ეცქვა ეხლა და მე ხა 15 მყოფნის ამეტი რაღაც არ გაჩნდებოდა ზაქარია ფალეშვილი აღარ იქნებოდა კაცო მართალი ბრძანდებით მამაო და დიდი მადლობა მამაო სხვათა შორის მამაო ჩვენ მაინც მინდა რაღაცნაირად დადებითად და იმას ვქნა რომ ძალიან მაგარი ხალხი ყავს ეხა რაღაცა თითო და ოროლამ არ უნდა მიიპყრო ყურადღება რომელიც სიტყვაზე რაღაცას ყოველთვის არაფერი არ მოწონთ ხოლმე იქ მღვდელი არ მოწონთ იქ პოლიციელი არ მოწონთ იქ პედაგოგი არ მოწონთ არ ამ თითო ოროლას არ უნდა მივაქციოთ იმდენად ყურადღება მინდა რომ ის ოროლიც კარგი იყოს იმიტომ რომ ძალიან ცოტა ვართ მამა გაბრიელმა თქვა სხვათა შორის მამაო რომ ისა ვთქვა უმეტესობა ძალიან მაგარი ხალხი ყავს მამაო საქართველოს რა მაგრამ აი ადამიანებით არის სავსე და აბსოლუტურად გეთანხმებით. ეხა აი რომელ ქვეყანაში წავა დედა რომელიც დატოვებს შვილებს და აი ეს შვილები მამაო უზრუნველყოფილი იყვნენ წავა და ნებისმიერ სამსახურზე იმუშავებს. ეხა დედის ტკივილი მარტო ქართულში შეუძლია გავიგოს დედის ტკივილი როცა შვილები ოჯახი მიტოვებული ყავს. როგორი ტკივილი ის ხო ყოველი დღე ყოველი გათენებული და დამთავრდა ღამე არ მისთვის ტკივილი და ტანჯვა. ან მამან ბევრი მიდიან ხო. ვის უნდა და არავის არ უნდა ეს პროცესები ხო ასე რა თქმა უნდა ხო და თან უგზო უკლოთ მიდიან მამაო არც იცია სად მიდიან მაგრამ რაღაცნაირად ისე მე კიდევ ერთხელ დიდი პატივს ემატა ქართულმა ქალმა ბევრჯერ გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა და დღესაც აი ეს ბოლო პერიოდში მისი ტვირთულია მთელი სიმძიმე ოჯახი შენარჩუნებისა და ასე ამრავი სხვა რაღაცად მათ შორის და მინდა რომ ის ვინც აქ არიან დაუშვათ ეხლა აი ამათ ეს სიტვირთო რომ ერი გაამრავლო
ერი გამრავლდეს. თითო ქართველი დამატებით რომ გაჩნდება ოჯახში, კიდე ჩვენი სიმტკიცეა, ჩვენი ძალაა. მით უმეტეს თუ არ ჩაერევენ ანა პროცესში და თუ რამე სამინისტრო პროცესში არ შეუძლის ხალხს, მით უმეტეს. კარგი ხალხი ვარ, ძალიან კარგი ღვთის ბეჭდი დაღბეჭდილი ხალხი ვარ. ღვთისმშობლის წილხვდები ქვეყანა ვარ. აი დედანიოს ნაკადაგებია ყველაფერი ეს. მოსამოცხულე მაგ, რამდენმა იქადაგა. ეს ყველაფერი ხო შენ ძალასაც მაგ მატებდეს და გულდაჯერებულობას, თავდაჯერებული, გულდაჯერებული უნდა იყოს, იმიტომ რომ შენ არ ახარ მარტო. შენ იქნები კარგად, მაშინ თუ ყველაფერს ამას დააფასებ, მიიღებ შენ ცხოვრებაში გადმოიტან და აი ესე იმოქმედებ, ხო? მართლა განსაკუთრებული მისია გვაქვს. სულ ვიგონებ ხოლმე პანდემიის იმ პირველ წელს. როცა სამყარო გამოიკეტა და ქართველები ფეხით მიდიოდნენ შუაღამად იციდნენ მე რომ ესა აი როგორია ქართველი შინაგანი მორწმუნე ქართველი როგორია როგორი დიდი ესოც გუშინდელი დღეა ეს ხო არ არის ასეთ მოწამესავი დავუშვათ 8 საუკუნის წინანდელი რა ეს ხო დღევანდელი დღე იყო იგივე პროცესი იყო აბსოლუტურად თავგადეთ და გამოდების და რა ვიცი კიდე რა გველოდება წინ უნდა მოვამზადოთ საკუთარი თავი აი ამ პროცესებისთვის რა ისეთი წელი იქნება მომდარე შემდგომი რომ ეხლა რო არ მოვიტყუო თავი და სხვას არ მოვატყუო არ იქნება იური ძალიან იმიტომ ჩვენ ხედავთ რომ სამყაროში საზღვრების თემები გადაიწია, გამოიწია, საერთაშორისო კანონები უკვე არ მოქმედებს და ახლა ჩვენ როგორ უნდა ვიყოთ, როგორი პოლიტიკა უნდა გატარდეს, შენ რა მოვალეობა გრიგით ქართულს. შეიძლება შემაიძა პოლიტიკა შენი როლი რა არის? შენი სავენახი გაქვს, შენი პატარა ბოსტანი გაქვს. იქ უნდა იმუშავდეს არის ოჯახი შენი, რომელსაც შენ მართავ, ხო? ერთი ქალბატონი, მამაკაცი და შვილები როგორ უნდა აზარდოთ და აღზარდოთ, როგორ მისცეთ ყველაფერს ამას. ხო და ეხლა ამას დღეს ვეღარ შეინარჩუნებს ვერც ერთი ერი, რომელიც ეკლესიის ცოცხალ წიაღში არ იქნება. ერები, პიროვნები, რომელიც გავიდნენ ამ წიაღიდან, ხო ხედავთ რა დაემართათ. აბა ბრიტანეთში 60-იან წლების ბოლოს 60-იან დასაწყისში იყო აღწერა და 87% ბრიტანელი ამბობდა რომ ქრისტიანი იყო. შაშანი იყო აღწერა და 27% აფიქსირდა რომ ქრისტიანია. აი რა დაემართა ევროპულ ქრისტიანს, რომელმაც წიაღი დატოვა, ცხონების წიაღი დატოვა. და გავიდა. ჩვენ ამ პატარა ერს სახელმწიფო გვაქვს. ავტონომიური ეკლესია გვაქვს, მართვის სამოცული ეკლესია გვაქვს. და ყველა ეპარქიაში, უცხოეთში ყველგან ყავს ღდელი, წარმოიდგინეთ. ჩვენ ემიგრანტებს, აი ზოგ საელჩო არ აქვს, ზოგ ქვეყანას ყველგან და ჩვენ ყველგან ღდელი გვყავს. ქართულ კაცის პატრიარქის ეკლესიას ახლა განცხადებულად მისიონერული ღვაწლი არ აქვს, მაგრამ მთელ სოფლიოში ქართული ებრაელები მსახურობენ. სამისიონერი სამსახურია ესა. და რამდენი დადესი ჩვენ ეკლესიაში უცხოელი ადგილობრივი, რომელმაც ნახა რომ დაინახა რომ აქ ნანასულიერება, მისაც აქვს თვალი და დაინახა სულიერება და მადლობა ამ ყველაფრისათვის. ეს ამ მამხნევებს ეს მამხნევდეს ქართულ კაცს. არც ხელები უნდა ჩამოუშვას და არც გული გაიტეხოს. ნაკლომანებს ლაპარაკობთ არა იმიტომ რომ დავზაფროთ ერთმანეთს, არა იმიტომ რომ ეს ნაკლომანები მოვიშოროთ და აი ჩვენი ისტორიით გამოვიკობოთ, ჩვენი ღვთისმადლით გამოვიკობოთ. მოგცა უფალმა და გამოვიყენოთ. შვიდობა თუ გვინდა, შვიდობის ღმერთთან უნდა იყოთ ჩვენი ურთიერთობა შვიდობიანი. შვიდობის ღმერთთან. მე დანარჩენი შვიდობა, სულ შვიდობის იძახის, გარე სამყარო მას ომები მრავლდება და მრავლდება, იმიტომ რომ შვიდობის ღმერთთან არ აქვს საქმე. აღარ არია შვიდობის ღმერთთან. ჩვენ ვიყვეთ შვიდობის ღმერთთან ქრისტესთან, მას მოიტანა ეს შვიდობა. არა ისეთი დაუშვათ რომ მტერთან თანაზიარობის, არა, ქრისტესთან შვიდობისა, რომელიც შეიძლება არ იქნება გარეგნულად დაუშვათ პირობითად სამთხესეული, მაგრამ იქნება ღირსეული. ხო, ავიცი, ღირსება არის როგორ ესმის ადამიანს, მაგრამ ღირსება არის თუმცა შენ თავში ატარებ და იცავ იმას, რაც შენთვის ძვირფასია. ხო, ჩვენ ახლა ამიტომ ღირსება, ქრისტიანს ღირსება რა არის? ქრისტიანი ადამიანს თავის თავში შეინარჩუნოს სარწმუნოება და ატაროს თავის სარწმუნოება. ეს არის ღირსება. თუ ჩვენ ამას დაკარგავ, მაშინ ღირსება დაკარგე. და მოხარვის ღირსება ჩვენი სარწმუნოება, მე სამშობლოა, მე ჩვენი ერთმანეთის მიმართ. ძალიან დიდი მადლობა მამაო და აი თავარი რა არის მამაო არ გავიმეტოთ ერთმანეთი ხშირად ხდება ხოლმე ბოლო ხანს ძალიან წყდება გული რომ თუნდაც ტელევიზიებით თუნდაც აი სოციალური ქსელებით ხო ერთმანეთს იმდენად იმეტებენ მამაო ის ვიღაცისათვის ძალიან ძვირფასი არის რაღაც შეიძლება ცდება შეიძლება არ ცდება შენ ცდები მაგრამ იქ ზოგს მოღალატეს დაუზახენ ზოგს რაღაცა და არ შეიძლება მამაო ეს ერთმანეთთან მოხდეს გული არ უნდა ვატკინოთ არ შეიძლება
ეს საქმე ჩაივ ჩვენ რომ გარდავიცვლებით იქ ღმერთის წინაშე იმას კი ვერ ეტყვით რომ აი იმას მოღალატეს ამიტომ ეძახდი იმას იმიტომ ეძახდი ყველაფერი ჩაივლის თქვენ თანადოებებზეც ყოფილან ჩვენ თანადოებებზეც ყოფილან ჩემნაირ ჟურნალისტიც ყოფილა იმისნაირ ჟურნალისტი ერთმანეთს შეურაცხყოფა რომ მიგვიყენებია მე ღმერთს მოგორ მოუთხოვია იცი ის კი არ უთქვამთ რომ აი მე ის ნერვეს მიშლია და უპასუხეო არა იცი რა უთქვამთ ის არ მაინტერესებს შენ რატომ მოიქეცი ისე როგორც არა ქრისტიანი და მე იქვე ისე ვეღარ ილაპარაკებთ აქ რომ წეტყელი სიტყვები და ისა იარლიკებს ვკიდებთ ერთმანეთს არ შეიძლება ჩვენ ერთმანეთი უნდა დავიგდოთ აი ეს არის მამო თუ შეიძლება მამო აი ეს მართალია ჩემო აი მღვდლის გალანძღვაზეც მამო ესე რეიოლად რომ ადამიანს ლანძღავენ ის ვიღაცის სულიერი მშობელია ვიღაცის მშობელია მართლა და არ შეიძლება ამ ყველაფრის ერთად არ როცა უნდა გაიგოს ნებისმიერმა მორწმუნეც არ არის მორწმუნე როცა მღვდელს ლანძღავს ის ღვთისმსახურს ქრისტეს აყენებს ჭდილს. როცა ეკლესიაზე ხმას იმაღლებ, მითომ ზოგადად ფორმით, არა ერთი ვიღაცის, არა ზოგადად ფორმით. უნდა იცოდეს რომ ეს ქრისტეს წინააღმდეგ იყლებ აჯანყებას და აშკარად ეშმაკის გავლენის ქვეშ არის მოქცეული. თორე ეხლა როცა შენ ლაპარაკობ, დააკვირდი ამას ყველაფერს ამას და გონება მე მგონია რომ დღეს რაღაც ზედაპირული რაღაცა ჭრიაჭიალა ფრაზეოლოგიებით რაღაცები ისწავლეს, ცოდნა რო ქვიან რაღაცა და აბსოლუტურად შინაარსო მოკლებულია ყველაფერი და რაღაც ისე ზედაპირული ეს ხო, ფრაზებით იმაში რაღაცა გონიათ თავისი არც უნდა ცივად გახილოთ, ხო, შიგნა სიტუაცია, ჩვენ ხო არ ვიცით. ღრმად ჩავიდეთ, ჩვენ ფესვებს მიწვდეთ, იქიდან ვიკვებოთ და იქიდან შევიყვაროთ ერთმანეთი. არა დღევანდელი დღით, არამედ მარადიული წიაღით. ხა შენ წარმოიდგინე ადამიანს, შენ ადამიანი გალანძღე, ადამიანი განიკითხე და მიდიხარ ეხლა და მისი პატიების იმედზე ხარ იქა. უფალი გონება თუ გაპატიებს, მეც გაპატია. აი როგორია. დააყენე საკუთარ თავი ამ მდგომარეობას. სიმდიდრის ხო გაქვს. თანამოსაჯული ხარ და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა. სამწუხაროდ ჩვენ დრო ამოიწურა. ჩვენ თქვენთან არ სამყოფნის ხოლმე დრო და უღრმესი მადლობა. ნათლისღებას წინასწარ გილდოსა ღვთის გაცხადებას სამებას დალოცოს ღმერთმა ჩვენი სამშობლო და მთელი სამყარო და თითოეული ჩვენი ოჯახები გამრავ და გავიხაროთ. თქვენ ლამაზ ოჯახს მოვიკითხავ ქალბატონ ნინოს და ყველა იმ ადამიანს ვინც თქვენი მრევლია მამაო და ვინც პატივს გცემთ. ყველა ჯარისკაცს მოვიკითხავ და ყველა იმ ადამიანს ჩვენ ქართველი მხნენი ვართ მარადის ჭირვულ ცხოვრებას და ჩვეული ესა დიდი ივანე ბაკურიანიძეს ნათქვამი ნუ გეშინია ამ გაჭირვებას მადლობა ეს გადაივლის ძალიან დიდი მადლობა მამო უღრმესი მადლობა თქვენ რომ ხართ ხვალ დაგიმუნდებით საღამოს რვის ნახევრისაც მამა ლუკა სუპატაშვილთან ერთად მოკლედ ის მაქვს დიდი დიღმის დღე მაქვს ეხა მამა უყავდა ხალისება დიდი ჩემ მამა კი მართლაც უსაყვარლეს კაც ხვალ აუცილებლად დაგიმუნდებით მამაოსთან ერთად პატიმრებს კიდევ ერთხელ მოგილოცავთ შობას და ბედნიერებას გისურვებთ ყველა იმ ადამიანს ვისაც ძალიან ვიცი რომ მძიმეს პერიოდში მოგვიწია ყოფა მაგრამ არ არსებობს ადამიანმა იმ პერიოდში გაგვაჩინოს ადამიანი ღმერთმა, სადაც იმ ეპოქას ვერ დაძლევს ისეთი ადამიანი. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ამ ეპოქის დაძლევა რა და აუცილებლად გავიმარჯვებთ. კარგად ზანდებოდეთ დროებით. მე გახლით გიორგი დარასიანი და მამა დავით ლონდარიძე გახდა ჩემი სტუმარი. ხვალ საღამოს დაგიმუნდებით 8:30-ისთვის დროებით.